აი რა მოხდება თუ ცოტას წაიკითხავ, მაგრამ ყოველდღე. გიზიარებ 8 მიზეზს, რომლის გააზრებაც ბევრ რამეზე დაგაფიქრებს. პირველი, როცა კითხულობ ისეთი ავტორის წიგნებს, რომლებიც კარგად წერენ, ეჩვევი გამართულ მეტყველებას. მეორე, როგორც მარცვლებისგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხული მარცვლებიდან იქმნება ცოდნა. მესამე, კითხვა გონებისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის ვარჯიში. მეოთხე, კულტურა. ესაა არა წაკითხული, არამედ გაგებული წიგნების რაოდენობა. მეხუთე, ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მართავენ მათ, ვინც მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ. მეექვსე, რაც უფრო მეტს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავს სხვას. მეშვიდე, იმისთვის რომ გახდე ჭკვიანი, საკმარისია 10 წიგნის საკითხვა, მაგრამ რომ იპოვო ეს 10, უნდა წაიკითხო 1000. და ბოლოს, მერვე, ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად, ის, ვინც კითხულობს და ის, ვინც უსმენს. ისინი, ვინც წიგნებს კითხულობენ, სამყაროს სხვისი თვალით დანახვაც შეუძლიათ. კომენტარებში გამიზიარე წიგნი, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.